გადავიდეთ ახლა ქალაქ გორზე. ქალაქში გვაქვს მსგავსი პირველი პროექტი ყველაზე მაღალი გუნდები დაიმსახურა საცურაო აუზის რეაბილიტაციამდე ნამდვილად ქალაქისთვის გიმნაზიის აქტია. ამასთან დაკავშირებით აუზვინოთ რა მე ვთქვათ რომ ჩვენ გქონდა შეხვედრას ერების შეთანხმების საფუძველზე არის ასეთი შეთანხმება, რომელიც ეკოლოგიური პროექტებს ან ენერგეტიკის განვითარების შემცველ პროექტებს განფინანსირებას უწევდა შემთხვევაში საგრანტო მიზნით გამოდიოდა ასე ვთქვათ ნაწილითაც და პირველი რაც პრაქტიკულად გარანტირებული გვაქვს ამ პროექტს განფინანსირების სახით minimum $50,000 გრანტი შეიძლება კი არა მოგცემენ გრანტს. მაგრამ მე დავაყენე საკითხი რომ რადგანაც ეს ობიექტი არ არის მარტო ქალაქზე ორიენტირებული და პრაქტიკულად ბოლო ხანებში ხაშურში გაიქცა თუ რეგიონში არ იყო საერთოდ საცურაო აუზი და მე პირადად როცა დავდიოდი იქიდან გასწვლებიც დავდიოდნენ, ქარელიდანაც დავდიოდა ხალხი და მოკლედ ინტერესის ცენტრია საზოგადოების მაღალი და ამავე დროს გვინდა რომ რაიმე ალტერნატიული გათბობის სისტემები დავნებო. თქვენი თანადგომა დავჭირდება მომავალ წელს რომ გაჟღერებული შეპირება რომ ცალკეული აუზი არის დაგეგმილი იქნება ისიც განვახორციელოთ. თუნდაც მომავალ წელს დაპირების გამოსცემს. წერილი შენახული და შეპირების წერილი შენახული. იბათ. მდინარე ლიახვის ნამყისამური ნაგებობების მოწყობა. გორის კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე. გორის კულტურისა და დასვენების პარკის ლიახვის ნაწილი, სადაც არის იქ არის დანგრეული ძველი დამბა, ბეტონის დამბა და პერსპექტივაში ჩვენ გვაქვს საკმაოდ მოწონებული პროექტია ეს სამედიცინო დამის რეაბილიტაცია და ამის გარეშე არ გაკეთდება აუცილებლად შეიძლება მას დამაგრება. ანუ ეს არის პროექტი რომელიც კავშირშია შემდგომ პროექტზე და ამის არ გაკეთება ხელშუშლის რეაბილიტაცია. თავისთავად იმას ვერ დავიწყებ თუ ეს არ გაკეთდება და რეაბილიტაცია შემდგომ ახორციელდეს. ლაპარაკი იყო რომ 5 მილიონის ფარგლებში უნდა ყოფილიყო და მაშინ გვიდება საერთოდ დაგვესრულებოდა ფაქტობრივად წინდაცისა და რადგანაც შემცირება მოხდა იმის მაგივრად რომ რომელიმე უბანი ამოგვეღო ყველა უბანში შევამცირეთ მასშტაბები უბრალოდ და არ გვიდოდა რომ შემცირებით აქტივობა რომელიღაც ერთი უბნის ამოღების ხარჯზე და თუმცა დაგეგმილი 6 ქუჩა ეხლა დავტოვეთ 3-3 ქუჩა. პროექტები რომ გამოდება ის თქვენ ზუსტად რომელი სამი იქნება ჩვენი აზრით სასარგებლო ქუჩების მერია სათუთრო არ არის ასფალტი ლიახვის მიზეზი. გვერდითელი საერთოდ კაცოლის. მოკლედ თვითაცის სამი ქუჩა არის რეაბილიტაცია მოხდება. ну გასაგებია ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად დასახლებული უბანია და ახლა ის ეფექტურობაზე და აუცილებლობაზე ქალაქი უერთავს და ქუჩა არ გქონდეს რეაბილიტირებული მოხდა. არის რამდენიმე ქუჩა საერთოდ არ არის ასფალტი და არც ყოფილა. გორში შევჩენკოსა და ლეონიძის ქუჩები და ამარმეფის ქუჩის ეს უბანია სწორედ რომელიც რაც აშენდა იმისვე ასფალტი არ დაუგია საერთოდ. მაგარის გამარაულის ქუჩა, რომელიც არის ფაქტიურად თავაგეთის ქუჩის გაგრძელება და ეგ არის ამავე დროს ალტერნატიული გზა სასაფლაოზე ასასვლელად რა. მდინარე მეჯუდაზე ნაპირსამაგრის მოწყობა გაბიონები მეჯუდაზე გვინდა ახალ ხიდსა და პუშკინის ხიდს შორის მონაკვეთში მან იწყება ახალი უბნის ფორმირება და მნიშვნელოვანია რომ ნაპირსამაგრის სამუშაოები გაკეთდეს რომ დაგეგმარება შეუძლოთ უთუმეტეს ინფორმაციული ბაზა იქნება ეხლა და ეგ უბანი მოკლედ პუშკინის ქუჩის სადა სალოტყოფოს მონაკვეთი და ზემოთ ახალ
ახალ აბიტაშვილის ქუჩა და აი ეს მონაკვეთი გამონაკვეთში არის ჩაფიქრებული ჯუთის ნაპირის გამაგრება რომ შემდეგ იქ დავულებოთ რა ატენის ქუჩის სანეაურო სისტემის რეაბილიტაცია ეს მუდმივი პრობლემაა ვაგზალზე არის ერთი ქუჩა გადავდივართ თუ არა იქვე და დასახლება პატარა გორიძის მიმართულებით რომ გზამიდიოდა და სულ მუდმივად უჭირთ მათ ხალხს და გადავწყვეტეთ რომ გავაკეთოთ რა ეხლა ავტოფასაც პრობლემაა რა იჭერდება სულ მოხსენებელს იბათ სასოფლოს მისასწრები გზის რეაბილიტაცია ეხლა ესეთი გზაა სადაც ყველანი ავიღეთ თოდეს გაცნა ვისახებია ხუჩა რა თუმცა მითხრათ რომ რადიკალურად გადაუდებელი იმიტომ რომ ქვაფენილი და ქვაფენილის აღებას ვფიქრობ და შევინახავ კიდევ როგორი აბსოლუტურად ასφალტზე უკეთესია თუ გაიწმინდა რომ გაიწმინდება კი უნდა გაუწმინდო ქვაფენილს ვერ შევინახავ და რაღაცას გვაქვს გული ქალაქის ცენტრის გასალამაზე და სხვა ადგილებში შეიძლება ქვაფენილი ანიტის სხვა მაგალითად ზემოდან გადაგება არის ქვემოთ გადაგება რა არის ამხნები არა თამამი უბრალოდ მოსაუბრებელი მოდივარებული ხოიდოება კიდევ დრენაჟის პროცესს სრულდება ქვაფენილი რა შეასაქმე ვერ გეტყვით ქვაფენილი თუ არ გაიწმინდა ბატონებო ქვაფენილი უარესი და თუ გაიწმინდა მაშინ ცალსახათაჯურზე თუ გაიწმინდება ყველა ასფალტი აჯურებს და ქვაფენილი უნდა გაიწმინდოს მიდობდეს მან პარტი გაკეთდა ახლა ზემო რედაქტიული ადგილი გახდა მან ხალხი გამოდის წერილებს ვარგან გავაშენეთ მარჯვენა მხარეს გზაზე ვავდებათ გავაშენეთ ედრო პარკინგი გავაკეთეთ ესე ჩვენი სანერგებელობას სავარჯიშო ზონას მოეწყოთ დიდი პროცენტის ფერმავლე და ტრენაჟორები და ესე ტრენაჟორები უსტავი გავაკეთეთ კარგი ისეთი ეგ ბაღი ერთ-სამ წელიწადში უკვე ბაღად იქცევა, გაიზრდება ესქერები და ასე სარეგულაციო მოძრაობა მანდ გაძლიერდება და შესაბამისად გაწმენდა იქნება უკვე სავალდებულო ერთ-ერთი კომპონენტი იქნება დაუწმენდა. მოდი ხალხი ვერცითელის ქუჩაზე სანიაურო ზოგადად სანიაუროები არის ხოლმე პრობლემა ქალაქში. ეხლა ეს განსაკუთრებული პრობლემაა ბატონო. ეს არის წმინდაცის დასახლება და თქვენ კარგად იცით ყოფილი პირველი სათავე ნაგებობა რახან აღარ არის დათვლილი. თავისთავად ქმნის პრობლემას. რადგანაც წყალი აღარ ასე თქვა დებები არის გამოიყენება წყალი ფაქტობრივად აჭარბობს გარემოს და ეგ უნდა ახლა გადავიყვანოთ და მეახში ჩავიყვანოთ ზედმეტი წყლები რომ ქვემოთ წმინდა წყალის აი ქვემოთ ტერიტორიას უკვე აღარ შეაწუხოს იმზედებმა წყლებმა რა. მეხუთე ბრიგადის ქვემოთ ტერიტორიაზე იქ უკვე დავიწყეთ შესწავლა და ცოტა კაცი მონიზირების ჩატარება მოუწეს რამდენიმე უნდა რომ შედეგურა ახორციელებული ზოგი ნებართვიანია მაგრამ დარღვევით და მან ესეთი ცხინვალის დაკეცილიდან ლიახოსკენ ქუჩა გადადის და იმ ქუჩის რეაბილიტაცია უნდა მოხდეს მაგის გასვლით იმ არხის გაკეთება და ისე არის გადასულები რომ ქუჩა დაკავებული უკვე ხალხს და შეიძლება მოგვიწევს ერთი-ორი კაცის განწარება რა ვიცი ნახოთ თუ ვერ მოვახერხებთ თქვა მოგვიწევს ორიენტიერი ხიბოდა ორიენტიერი ხიბოდა მოშევცდილოთ ეხლა რომ სხვა ადგილას იქნებ გავატარო და თუ არა და ერთი-ორი კაცის ეს მოგვიწევს არა და მაგ ნებართვები აქვს მაგრამ არასწორად ნახული გახორციელებული დავუვითარ სადგურის დასახლებაში არსებული ქუჩათა ქსელის რეაბილიტაცია სადგურში ბოლო ხანში სერიოზული აქტივობები განხორციელდა და თქვენ იცით რომ ახლა ტენდერი უკვე დამთავრდა ხელშეკრულება გაფორმებულია და ის ნაგებობა დამონტაჟდება შესაბამისად ქუჩები სადაც მოხდა გადაკანონიზო სისტემის მონტაჟი პროცესირებელია და დავიწყებთ იქიდან რაფია გორიძის ქუჩიდან და მივყვებით გორიძის ქუჩა, შემდეგ იქნება უფლისციხის ქუჩა, აქ მე პატარა პაუზას გავაკეთებ, მერე კეცხოველის ქუჩა, რომელიც ფაქტიურად არის მთავარი ქუჩა. თხილისთავიდან რომ გადის კრისკენ, რა თან ერთდროულად მაგისტრალიც არის, მაგისტრალი. იქნება ეს MGF-ი არაფერს არ მოკეთებს საერთოდ, ქუჩა მაინც გავუკეთებ და გამაბრაზე ძალიან
ერთადერთი საერთოდ ერთ კაპიკს არ გვაძლევებდა, ეგ არის ქუჩა, რომელმაც უნდა ფაქტურად ისეთი დააკავშიროს გზა და დააკავშიროს აღმოსავლეთ დასავლეთ მაგისტრალის ალტერნატივა. კი ბატონო, მომიერთე მას მოინიშნე და ანუ მოკლედ ის თანხა რაც მე შემცირების შემდეგ დაგვრჩა, გადავწყვიტე თუ რამდენ ქუჩაზეც გაგწვდება და ცენტრიდან ანუ ვაზრის მოედნიდან მიხვედრით და ორ ქუჩას ემოსა ორს გავაკეთებთ, მე ეცხოველი თუ დაგვიკეთებს, მე გადავალთ შიგნით, ასე ვთქვათ, ქუჩებში და მომდევნო სეზონში გავაგრძელებთ, რომ საერთოდ ვაზალზე გავამთავროთ ქუჩების თემა და მანდარის ბატონობა ძალიან მნიშვნელოვანი დაკავშირებული თან კანალიზაციასთან სანეაბრის სისტემა აქვს წესრიგებელი, იმიტომ რომ თუ ნეაბარი ჩავიდა კანალიზაციაში ჩვენი ბიოსისტემა უნდა იყოს ბიოლოგიური განსხვავების ნაკლებობა და გაგვიჩერებს ამ ბიოლოგიურ ნაკლებობას ძალიან და სხვა დროს ძალიან საამაყობია რომ ბიოგამწმენდს ვაყენებთ, მაგრამ ძალიან კაპრიზნია აპატეთ ქართულად არ ვიცი როგორ ვთქვი. მიზეზია. სათუთი, მიზეზიანია მოხმარებაში, საკმარისია ის ცოტა არა მეზობრივი წყალი მოხდეს, ანუ არაფეკალური წყალი მოხდეს, უკვე პრობლემები იქნება, იმიტომ რომ ბიოლოგიური დამწმენდი ეს არის სოციალური ორგანიზმები და იმათ საკვები თუ მოაღლათ იხოცებია. და კიდე გვაქვს საბავშვოების რეაბილიტაცია. აქ არის ასე ვთქვათ, გვაქვს რამდენიმე ალტერნატივა და ვფიქრობ გადაწყვეტილებების მიღების პარალელურად. პირველი თავისთავად არის ზღვარი, რომ გადმოგვცემენ მან პატარა სანაირაიტოს სამუშაოები დამთავრდა და რამდენადაც ვიცი კანალიზაცია არის და ეზაპით ვერხოების ეგ ერთი ნაწილი, მეორე ნაწილი იქნება ვაგზალზეც მაგიარა ვიცი და ველოდებით რომ აგარ დავააქტიუროთ ახალი წინა თქვენი დახმარებით ხარდაჭერა რომ ყოფილი სატყეო შენობა დამგვარდუქცე რომელიც გადაცემული აქვს სატყეოზე ბაკანას და 5 წელი არ გავაკეთე ზოგადად გადმოვცემ ეს შენობა იმაში გავაკეთებ დამზადებული შენობა კოსმეტიკა უნდა ვაკეთო და ბაღი იქნება გამოსეზოთი და აი ეს ბაღი მინდა ახლოა გამბიობის ასმენიანი სეზონში დამწვარი შეგვინდა აბანებინოთ და ფაქტობრივად ამ ეტაპზე ბაღების პრობლემა განსხვავებული იქნება. სეციმორია ჯამში 150 და იქაც 150 ეს სამთავრო 450 ადგილი დაგვემატება რა. და პარალელურად რომ დათოს გააკეთებს ბაღებს, ანუ რაიონიდან ჩამოსული ბაღების ნაკადიც გაიწოვება მე სოფლებში და მომავალებიდან ალბათ აღარ გვექნება პრობლემა რა. რაც შეეხება სამწუხარო შენობას არ არის პრობლემა, დავაყენებ მაგსაკითხს. იმდენად რეალობაში არ ხმარობს. დაკეთილია, პრობლემის ეგზადეა. დაკეთილია, რაც გაუქმება. ახლა დასახლებაა და ბაღია. წინა ბაღურას დროს უცვლია გამოცემა და ყველაში ჯამდა. არ გადმოხსენში და სხვა რაღაცა მოგვეცით და ესეთი რაღაცები დავუწყეთ. რა თუნდაც ეს სხვა რაღაცა არ ვიცი სიტუაციები. აი გავხსნით მოვისმენ რა უნდა სხვა რაღაცა. დავით ფაქტიურად სხვა პროექტი ქალაქში აღანაგურა. გაზღვეონება პროცედურა რა პროცედურა ერთი პროცედურამდე ერთი რამე დაავნიშნო რომ ჩვენ ყველა ვიცით, მაგრამ კიდევ ერთხელ დაავნიშნო ეს არის მხოლოდ ის პროექტები, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდიდან დავაფინანსდება, ამას გარდა ასე ვთქვათ, 15 წლისთვის გვაქვს კარტოზე და წირი, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი ადგილობრივი ბიუჯეტის რესურსი გვექნება NGF-დან, შეიძლება ქალაქში და მაგრამ რაიონში რაღაც რაღაცები გაკეთდება. ამის გარდა აღსანიშნავია, რომ ხაშურში კანონების კომპანია ფაქტობრივად 9 მილიონს ხარჯავს და როგორ 9 მილიონი ნახევარს და 20 საათიან წყალზე იქნება. არის კიდე მელიორაცია, საქართველოს თანხები გამოყოფილი იგივე გაზიფიცირებაზე და ასე შემდეგ. უბრალოდ არ მინდა ეხლა ბატონმა საბავშვო ფიქრობს, რომ ამის მეტი არაფერი გაკეთება 2015 წელს ასე რომ Audio Jungle.